აუ იცი რა მაგარ პროექტზე ვიყავით აი 7 ქართველი ვიყავით წასული და იცი რამდენი ქვეყნიდან იყვნენ რავი საბერძნეთიდან კვიპროსიდან სომხეთიდან და რავი აი ძალიან მე პოლონეთი რუმინეთიდან იყვნენ ხალხი და იცი რა მაგარი აქტივობები ვაკეთეთ აი ძალიან მაგარი იყო ჩვენი პროექტი საინფორმაციოს გარდა კრეატიულიც იყო იგი დატვირთული იყო ძალიან ბევრი თამაშებით ენერჯაიზერებით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით პირველივე დღიდანვე ძალიან მეგობრული და თბილი გარემო იყო ხალხი კომუნიკაბელური იყო გახსნილი და ადვილად დავმეგობრდით თან ყველა ერთმანეთის კულტურას პატივს სცემდა და სასიამოვნო იყო ძალიან. იცი კიდე რა მოხდა? პროექტის განმავლობაში უამრავ საინტერესო აქტივობაში ჩავერთეთ. იყო თეატრალური დადგმები, ვორქშოპები, დისკუსიები, ყველაფერი საინტერესო და სახალისო იყო. ვაიმე, როგორი დრო გავატარა იცი საბერძნეთში იდეალური, ძალიან ბევრი აქტივობა განვახორციელეთ, მაგრამ განსაკუთრებით მომეწონა ერთ-ერთი, როდესაც თეატრში წავედით და ჩვენი მიერ შექმნილი სცენარი წარვადგინეთ მონაწილეების წინაშე. მართლა ძალიან კარგი იყო. ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური მომენტი ჩემთვის იყო ქართული კულტურის საღამო. ამ დღეს ვაჩვენეთ ჩვენ ტრადიციული ცეკვები, დავკარით ქართული მუსიკა, მოამზადეთ ეროვნული კერძები და თან ვუხსნით მათ მნიშვნელობას. მონაწილეები დიდი ინტერესით ესწრებოდნენ და მათ ძალიან მოსწონდა ჩვენი კულტურა. ხო, და მადლობას ვუხდით იუსნების ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეთა მდაუპირწყაით და შთამაგონებელი დღეებისთვის. ისროთ წარმატებებს და იმედია კიდევ ერთხელ შევხვდებით.